საქართველოში ძალიან გამოცდილი და ესე რომ ვთქვათ, ამ საქმეში ხცოვანი აგრონომები არიან. თუმცა არ შეიძლება, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, იყო მაგალითად ბოსტნეულის აგრონომიც და სიტყვაზე კენკრის აგრონომიც. იმიტომ რომ საკმაოდ განსხვავებული კულტურებია აბსოლუტურად. მე ყველა აგრონომის იქნება თუ გამოცდილი ადამიანის შრომას ყოველთვის პატივისცემ და ხშირად ჩემს ბლოგებში ვამბობ, რომ რასაც აქ აისმენთ, ეს არის მხოლოდ ჩვენს პრაქტიკაზე და თეორიაზე დაფუძნებული. ასევე რამოდენიმე წლის შემდგომ ინფორმაცია და კურსის გავლა ამ მიმართულებით რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია რომ ინფორმაცია მიიღო რომ რაღაცა დაიწყო რომ საბაზისო ცოდნა გქონდეს ქართულ ენაზე ვერ მივიღეთ. ძირითადად არის თქვათ რომელი პესტიციდი ან ფუგიციდი როდის იყოს გამოყენებული, იყოს მაგალითად სასუქი როდის მიეცეს და ასე შემდგომ. მაგრამ გადავწყვიტე რომ შემექმნე სასწავლო კურსი. სასწავლო კურსის შევქმნით 6 თვე დაახლოებით დამჭირდა რომ ეს სასწავლო კურსი დამეწერა. პირველი ესე იგი ქართულ ენოვანი სასწავლო კურსი მარწყვის მოყვანის შესახებ არის კოლხიფერმა ამის ავტორი.